გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ იმ მიმართულებით, რაც ეხება დაავადების გავრცელებას და მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებული, რომ დაიცვან ის რჩევები, რომელიც ზოგადად მიღებულია და რეკომენდირებულია გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად. იქნება ეს ჰიგიენის ნორმების, ელემენტარული ნორმების დაცვა, თუ მაგალითად ხალხმრავალი შეკრების ადგილებისთვის თავის არიდება და ასე შემდეგ. ვითარება დღეისთვის აბსოლუტურად ნორმალურია, რიცხვები, რომელიც ამ თვალსაზრისით გვაქვს წინა წლებთან შედარებით, აბსოლუტურად თავსებადია ერთმანეთთან, რაიმე განსაკუთრებულ განსხვავებულ მოცემულობას ადგილი არ აქვს მოცემულ ეტაპზე. რაც შეეხება აცრებს, ერთი ეტაპი წარიმართა საკმაოდ წარმატებულად და საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა, ძალიან დიდი იყო დაინტერესება, კვლავაც აქტუალურია. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ გრიპის ვირუსის შემთხვევაში საჭიროებებს, ბუნებრივია, რომ უპირველესი არის, რა თქმა უნდა, ბინაზე მართვა ამ პრობლემატიკის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთლიანად სისტემა მზად არის, რომ ნებისმიერი პაციენტი, ვისაც სტაციონარული მომსახურება დაჭირდება, რომ ასეთი მომსახურებით ისარგებლოს უკლებლიო ყველა. დღევანდელი სურათით ქვეყანაში ცირკულირებს სხვადასხვა რესპირაციული ვირუსი, მათ შორის დიდი რაოდენობით ცირკულირებს რინოვირუსი, ასევე არის ენტეროვირუსები, არის რესპირაციულ სინციტიური ვირუსი, ასევე გამოჩენილია უკვე გრიპის ვირუსი, ატიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში და მისი რაოდენობა ნელ-ნელა იმატებს. დღეს არსებული სიტუაციის შეფასებით ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსების უმრავლესობა არის რესპირაციული ტიპის, მათ ახასიათებთ ერთი და იგივე ტიპის დაახლოებით სიმპტომები, როგორც არის ხვალება, სისუსტე, ტემპერატურა და მათი უმეტესობა ჯანმრთელ ადამიანებში მარტივად გადაიტანება, ანუ არ იწვევს რამე სერიოზულ გართულებებს, მხოლოდ ყურადღებით უნდა იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთათვისაც შესაძლოა გარკვეული გართულება გამოიწვიოს ამ ვირუსებმა. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული სიტუაციით ჰოსპიტალიზაციების რიცხვი, რომელიც დაკავშირებულია გრიპთან და მის გართულებებთან, მომატებული არ არის და ეს პროცესი სრულიად მართულია. გრიპის პიკი მიღწეული არ არის, ეს ჯერ კიდევ წინ არის და მოსალოდნელია დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ რიცხვებში. ამიტომ ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ადამიანებმა აიცრან და მოემზადონ ამ სეზონისთვის. ქვეყანაში, როგორც მოგახსენებათ, შემოსული არის ფრანგული წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა ვაქსიგრიპი, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო, მაქსიმალურად ეფექტური და დღევანდელი მდგომარეობით 150,000-ზე მეტი ადამიანი არის აცრელი. ამიტომ მათ, ვისაც ჯერ არ ჩაუტარებიათ ვაქცინაცია, მოუწოდებთ, რომ ჩაიტაროთ.